24 წლის ნინო ცარციძე თვითნასწავლი მხატვარია, როგორც თვითონ ამბობს, არ იცის რა მიმდინარეობისაა მისი შემოქმედება, თუმცა კარგად იცის, რას ეუბნება მას მოულოდნელი სტუმარი, მუზა. ასე იქმნება მისი ნახატები. ჩვენ ნინო თავისი შემოქმედების ჟანრსა და მთავარ ადრესატს კამერის წინ პირველად გვიმხელს. ძირითადად ხატავ სულ ჩინეთი, იაპონია, რატომაც არ ვიცი. ძალიან მომწონს ორნამენტები და რამოდენიმე მაქვს დახატული, რომელიც ძალიან მოეწონათ რო ნახეს. და რავი, ნახოთ, შეიძლება ამ ჟანრშიც ჯერჯერობით არ ვარ ისე დამკვიდრებული ამ ფერადში, როგორც შავ-თეთრში მაგალითად. ალბათ შინაგანადაც უნდა შევიცვალო ცოტა, რომ სტილით შევიცვალო. ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი მომავალი გეგმების შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ მისი შემოქმედებით ამერიკაშიც დაინტერესდნენ. ჩემი ძმა ამერიკაში ცხოვრობს ახლა და ერთ-ერთი მისი მეგობარი დაინტერესდა ჩემი ნახატებით, ძალიან მოეწონა და რამოდენიმე გავყიდე კიდეც. გაგზავნილი მაქვს 5 ნახატი და ველოდები რა იქნება. ძალიან მალე პასუხებსაც ალბათ მივიღებ და იმედია დადებითი და ძალიან ისეთი შევეჭდებას მოახდენს. ნინო საკუთარი სტილის შენარჩუნებას აპირებს, ამიტომ არ თვლის, რომ პროფესიონალურ დონეზე მხატვრობის შესწავლა მისი ცხოვრების ამ ეტაპზე აუცილებელია. არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ რომ განვითარდე და უფრო სხვადასხვა სტილოზებს ინჯო. იქნება ეგეც, მაგრამ მირჩევნია ჩემი სტილი მქონდეს შენარჩუნებული და ამ გზით ვიარო. 24 წლის მხატვარს დიდი ოჯახი აქვს, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ძმისშვილები და დიშვილები, თუმცა ეს ნინოსთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ხატვის დროს ხშირად გარს პატარები ახვევიან. ჩვენ მისი ერთ-ერთი დიშვილი თიკო გვიმხელს, რომ დეიდა ხშირად მასაც ასწავლის ხატვას. კიდე სიხმაურში უფრო კარგად ვხატავ და ყველა რო აქ არის, ვიდრე მე ცალკე სამუშაო ოთახი არ მაქვს. სადაც მინდა იქ ხატავ. ჩემი დეიდა ძალიან კარგად ხატავს და მომწონს თავის ნახატების, ყოველდღე ძალიან კარგად ხატავს. ახალგაზრდა მხატვართან ჩვენი სტუმრობა ამით სრულდება, თუმცა რადიო მარნეული ჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას განაგრძობს. ნანა სისვაძე სპეციალურად რადიო მარნეულისთვის.